რეჯი ბავშვი იყო, როცა ოჯახი ლოს-ანჯელესის კრიმინალურ უბანში გადავიდა. ქუჩებში ბანდები მოძრაობდნენ, ძალადობა ყოველდღიურობა იყო. მისი უფროსი ძმა, 15 წლის კენი, ერთ-ერთ ბანდაში გაწევრიანდა და მალე მტრულ დაპირისპირებაშიც ჩაერთო. ერთ დღეს მოწინააღმდეგე ბანდა მოლოდნელი თავდასხმა მოაწყო და სროლისას კენი მოკლეს. რეჯი განადგურდა, მაგრამ ცდილობდა სწავლაზე კონცენტრირება მოეხდინა. გარემოება მაინც თავის იქნა. ძმის მეგობრებმა და ქუჩის ცხოვრებამ მასზე ნელ-ნელა გავლენა მოახდინა. მას სწავლას თავი დაანება და კრიმინალურ სამყაროში გადავიდა. ოჯახიც დაიშალა, მშობლები დაშვებდნენ, და-ძმები გაიფანტნენ. დედა მარტო დარჩა და ვეღარ აკონტროლებდა შვილს. ძიძემ სამსახურის შესწავლაზე სანტექნიკის კომპანიაში, მაგრამ რეჯიმ უარი თქვა. მან დაიწყო კანაფის მოყვანა და გაყიდვა. 16 წლის ასაკში პირველად დააკავეს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო. შემდეგ კი იერარქის დარებისთვის. შემოსავლის მთავარი წყარო ნარკოტიკების გაყიდვა იყო. 19 წლის ასაკში იგი მამაკაცის მკვლელობისთვის დააპატიმრეს. საზამართლომ დამნაშავედ ცნო და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ის გადაიყვანეს გალიპატრიის ციხეში, ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ და ძალადობრივ დაწესებულებაში. ციხე ოდნავ შუაგულში იდგა, იზოლირებული და მკაცრად დაცული, გარე ღობეზე დინი გადადიოდა. შეხება სიკვდილს ნიშნავდა. შიდა ღობის გადალახვის შემთხვევაშიც იგივე ბედი ეყოდა ნებისმიერს. ცოლები ცოტანი იყვნენ. ერთ მცველზე და ახლობით 50 პატიმარი მოდიოდა. რამდენიმე თვით ადრე 5 პატიმარსა და მცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. პატიმრებმა თვითნაგეთი დანებით 8 მცველი დაჭრეს. შემთხვევა მთელ კალიფორნიაში გაქცევა. გამოიწერე არხი. ასეთ გარემოში დაიწყო რეჯის ახალი მძიმე ცხოვრება. რეჯი და სხვა ახალბედა პატიმრები ციხის მთავარ შენობასთან მიიყვანეს. ძველი პატიმრები ეზოდან აგვირდებდნენ მათ. ახლების სახელების მიხედვით გამოიძახეს, გააშიშვლეს შემოწმებისთვის და შემდეგ ფორმა მისცეს. და თითოეული საკუთარ საკანში გადაიყვანეს. საკანი 4 ბეტონის კედელი იყო, ფანჯრის გარეშე, რკინის კარით და პატარა ხრიჯოთი. შიგნით იყო ორსართულიანი საძოლი, ხელსაბანი და ტუალეტი. რეჯიმ მალევე შეამჩნია, რომ ქვედა საძოლზე მისი თანასაგნელი იწვა. თავის არიდება ამჯობინა. არ იცოდა ვინ იყო და არ უნდა ზედმეტი ყურადღება. რეჯიმ პირველივე კვირაში გაიაზრა თუ სად მოხდა ის. ერთ ღამეს რამდენიმე პატიმარის საკანში შევარდა. მისი თანასაგნელი მათთან თბილად საუბარს ცდილობდა, მაგრამ სცემეს და გაუპატიურეს. რეჯი ზედას ზოლზე გაუნძრელად იწვა თითქოს ეძინა. იმის გამო, რომ ჩუმად იყო, ის გადარჩა. ეს არაერთხელ გამეორდა. მაშინ მიხვდა, აღდარჩენა ბრძოლას ნიშნავდა. მას შეამჩნია, რომ ბევრს თვითნაკეთი დანები ჰქონდა. მანაც კბილის ჯაგრისი აიღო და ქვით წვერი გაამახვილა. თავისი პატარა თავდაცვის იარაღი შექმნა. ეზოში ყოველდღე უშავდნენ. პატიმრები ჯგუფებად იყვნენ დაყოფილი. რეჯი მიხვდა, რომ მარტო დიდხანს ვერ გაცლებდა, მაგრამ ბანდაში შესასვლელად თავის დამტკიცება იყო საჭირო. ერთ დღეს ეზოში ჯგუფმა წრე შემოარტყა რეჯის. ლიდერმა ყელში ჩაულო და ღობეზე მიაბჯინა. მთელი ციხე მათ უყურებდა. რეჯიმ გაიხსენა თავისი თანასაგნელის ბედი და მიხვდა, თუ ახლა არ იმოქმედებდა, შემდეგ კი თავად იქნებოდა. რამდენიმე წამში ამოიღო ბასრი ჯაგრისი და კაცს ყელში ჩაარტყა. სასიკვდილოდ არა, მხოლოდ გასაფრთხილებლად. შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ჯგუფი დაიშალა. იმ დღიდან რეჯის სხვანაირად უყურებდნენ. ის საშიშად ჩათვალეს. ცოტა ხანში ბანდამ სახელად 59 მიიწვია და რეჯიმ ბოლოს და ბოლოს იპოვა დაცვა, რომელსაც ეძებდა. რეჯიმ ბანდა 59-ში ადგილი დაიმკვიდრა. ზურგის დაცვა ციხეში გადარჩენის ერთადერთი გზა იყო. კალიფორნიაში ბევრი ბანდა არსებობდა, მაგრამ ყველა ერთ კაცს ემორჩილებოდა. ედი კლარკს, მეტსახელად ელ დიაბლო, ეშმაკი. ციხე მისთვის მხოლოდ საცხოვრებელი არ იყო, არამედ ბიზნესი. ნარკოტიკებისა და აკრძალული ნივთების კონტრაბანდა მთლიანად მის კონტროლქვეშ იყო. პატარა იმპერია ჰქონდა შექმნილი. პატიმრებს მისი ეშინოდათ. მცველებიც კი განსაკუთრებულ პრივილეგიებს აძლევდნენ, რათა ვითომ სიმშვიდე შეენარჩუნებინათ. სინამდვილეში ეს ადგილი ნებისმიერ წამს შეიძლებოდა ჯოჯოხეთად გადაქცეულიყო. თითქმის ყველა იქ მკვლელობის ან მძიმე ძალადობისთვის იხდიდა სასჯელს. ელ დიაბლო 34 წლის იყო, მაგრამ 20 წელი უკვე ციხეში ჰქონდა გატარებული. 13 წლისას არასრულწლოვანთა დაწესებულებაში თანატოლის სასიკვდილოს ცემა. მას შემდეგ, რაც ის სრულწლოვანი გახდა, ბანდებში დაბრუნდა და მალევე დააპატიმრეს. მოხუც ქალს დაესხა თავს და მისი შვილი მოკლა. მას შემდეგ სამუდამო პატიმარი იყო. სასტიკი, არასტაბილური და საყიდათო, საკუთარ ახლობლებზეც კი იწევდა. რეჯი 4 წელი თავს არიდებდა მას. ბანდასთან ერთად თავს დაცულად გრძნობდა. კალათბურთს თამაშობდნენ, ეზოში საუბრობდნენ. ამ დროის განმავლობაში ვარჯიშიც დაიწყო და ძლიერ კუნთიან 24 წლის კაცად ჩამოყალიბდა. ეს ძალა მას მალე დასჭირდებოდა. ელ დიაბლო ამასობაში სულ უფრო და უფრო იძირებოდა ალკოჰოლში. სიმთვრალე და ძალადობა ერთად უფრო საშიშ ფორმას იღებდა.
მისი ქცევა ყოველდღე უფრო ქაოტური ხდებოდა და მიუხედავად იმისა, რომ რეჯი 4 წელი წარმატებით ერიდებოდა მას, ბედიმად მაინც შეეჯახებდა. 2000 წლის ოქტომბერში ეზოში ერთმა პატიმარმა კენჭი ესროლა მცველს. ყველა მიწაზე დააწვინეს და ჩხრე გადაიწყეს. იადაგზე იპოვეს თვითნაკეთი დანა. არავინ აღიარა. ბერმა იცოდა ვის ეკუთვნოდა, მაგრამ თქმა სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა. დანა ელ დიაბლოს უახლოეს თანამზრახელს ეკუთვნოდა. ელ დიაბლო მიწაზე იწვოდა, მსხვერპლს ეძებდა. თვალი რეჯიზე შეაჩერა, რომელიც ეზოს კედელს ღებავდა. მცველებს უთხრა: ეს არის პატრონი. რამდენიმე წამში რეჯიმ ყველაფერი გათვალა. სამუდამო პატიმრობა უკვე ჰქონდა. ახალი ბრალდება არაფერს შეცვლიდა, მაგრამ თუ ცრუ ბრალს მიიღებდა, სუსტი გამოჩნდებოდა და ისევ მსხვერპლი გახდებოდა. როცა ჰკითხეს, უპასუხა: ჩემი არაა. მოკლე წინადადება იყო, მაგრამ ამით პირდაპირ დაუპირისპირდა ციხის ეშმაკს. ყველა გაუგდა. რეჯიმ წამიდან ელ დიაბლოს საჯარო მტერი გახდა. შემდეგი კვირები მუდმივ დაძაბულობაში გაატარა. ეძინა თვალგახედელს. ეზოში მცველებთან ახლოს იდგა. თავს არიდებდა მტრის ჯგუფს. ერთი თვის შემდეგ ნოემბერში ელ დიაბლო პირდაპირ მისკენ გაემართა. ეს მოულოდნელობა აღარ იყო. მიუახლოვდა. მხარზე ხელი დაადო და წელში დანა დაარტყა. არა იმისთვის რომ მოეკლა, არამედ რომ გაერთხილებინა. შენი დღეები დათხრილია. ასე უთხრა მანყურში. დანა ბალახში მოისროლა და წავიდა. რეჯი სისხლს აჩერებდა. პატიმრებმა თვალი არიდეს. მცველებიც არ ჩარეულა. ცოტა ხანში ზარი დაირეკა და ყველა საქმეებში დაბრუნეს. თითქოს არაფერი მომხდარა. ეზოდან დაბრუნებისას პატიმრებს ყოველთვის ჩხრეკდნენ. ამჯერადაც რიგში დააყენეს. ელ დიაბლო წინ იდგა. რეჯი რამდენიმე ადამიანით უკან. იგი ჭრილობას აჭერდა ხელს, მაგრამ ასევე მალავდა კიდევ ერთ რამეს. მან ელ დიაბლოს მიერ ეზოში ნასროლი დანა აიღო და ჯიბეში ჰქონდა შენახული. როცა ელ დიაბლოს ჩხრეკდნენ და ზურგისკენ შეებრუნეს, მან ირონიული მზერა ესროლა რეჯის. იმ წამს რეჯი რიგიდან გამოვარდა, მიუახლოვდა და დანა ყელში ჩაარდა. ყველაფერი წამებში მოხდა. ელ დიაბლოს შოკიდან ტკივილში გადავიდა. კისერზე ხელი მიიჭირა, მაგრამ სისხლს ვეღარ აჩერებდა და სუნთქვა უჭირდა. ის დაეცა, სანამ მცველები გონს მოიგებოდნენ, რეჯი მიწაზე დაწვა. ხელები თავზე შემოიწყო და იყვირა. ვიცი, რასაც ვაკეთებ. აშკარა იყო, რომ მხოლოდ ერთი სამიზნე ჰყავდა. ის მაშინვე იზოლატორში გადაიყვანეს. ციხეს საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. ელ დიაბლოს სიკვდილი ქაოსს მოასწავებდა. რეჯის ახლა მეორე მკვლელობისთვის ელოდა სასამართლო. მოწმეები ბევრი იყვნენ, თან თავადაც აღიარა დანაშაული. გადარჩენის ერთადერთი გზა თავდაცვაზე დააღწნობა იყო, მაგრამ თუნდაც სიკვდილით დასჯა სასცენოდან მინიმუმ 10 წლიანი იზოლაცია ელოდა. ის პესიმისტურად უყურებდა მომავალს. სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული ადვოკატების სიიდან ერთ-ერთი შემთხვევითობის პრინციპი დაერჩია. ეგონა შედეგი მაინც იგივე იქნებოდა, მაგრამ შეცდა. ადვოკატმა კრისტოფერ ბლოტმა ძველი საქმის ფაილებში ჩაღრმავება დაიწყო. 1994 წლის მკვლელობა, რომელთვისაც რეჯი იხდიდა სასჯელს. მსხვერპლი 29 წლის ფელიპ გონზალესი იყო. შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციელებმა ბორდელის მენეჯერი ჯონ ჯონსი დაკითხეს. მისი თქმით, გონზალესი მანქანით მივიდა, ვიღაცას ეძებდა, მაგრამ უთხრეს, რომ იქ არ იყო. დაბრუნებისას მას 3 შეიარაღებული მოზარდი მიუახლოვდა, სავარაუდოდ ბანდის წევრად. ფული მოსთხოვეს, თუმცა გონზალესი ინგლისურად ვერ საუბრობდა და ვერ გაიგო, რას ეუბნებოდნენ. სწორედ ამ მომენტიდან ყველაფერი ტრაგიკულად გავითარდა. სამმა მოზარდმა ფელიპე გონზალესი ადგილზე მოკლა და ჩიხში გაიხსნა. ბორდელის მენეჯერმა თქვა, ერთ-ერთი კოჭლობდა, თითქოს სროლისას დაიჭრა. საქმის გამომძიებელი პოლიციელი პირველად მუშაობდა მკვლელობაზე და სწრაფად ეძებდა შესაფერის ეჭვმიტანილს. რეჯი 19 წლის იყო, ბანდასთან კავშირში და ფეხზე ძველი ნატყვიარები ჰქონდა. აღწერას მოარგეს და მკვლელობა დააბრალეს. წლების შემდეგ მისმა ადვოკატმა კრისტოფერ ბლოტმა საქმის დეტალები დაშალა. ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ტყვიები ზემოდან იყო ნასროლი. ქუჩის დონიდან არა, არამედ ზედა სართულიდან. ეს ეჭვს ბორდელის ფანჯარაზე და თვითონ მენეჯერზე მიიტანდა. ადგილზე არც რეჯის თიდის ანაბეჭდი იყო, არც დნმ. მოგვიანებით მენეჯერმა აღიარა, რომ პოლიციას ის უთხრა, რაც მათ აწყობდათ, რათა უკანონო ბიზნესი შეენარჩუნებინ. ყველაზე მნიშვნელოვანი, რეჯის ფეხის ჭრილობა 5 წლით ადრე ჰქონდა მიღებული, როცა 13 წლის იყო. ძველი ნატყვიარები იყო და კოჭლობაც არ უძებდა. მიუხედავად ამისა, საქმე სწრაფად დახურეს და ის გაასამართლეს. ციხეში რეჯი ბიბლიოთეკაში სამართალს სწავლობდა და ცდილობდა ძალადობას არ დაბრუნებოდა, თუმცა გადარჩენისთვის ბრძოლა მაინც უწევდა. ადვოკატმა 3 წელი დაუთმო ამ საქმეს. ამ პერიოდში რეჯი ელ დიაბლოს მკვლელობისთვის იზოლაციაში იჯდა. სასამართლომ დაადგინა, რომ პირველი მკვლელობა არ ჩაუდენია. ელ დიაბლოს საქმეში ბრალდება პირველი ხარისხიდან მეორედდე შეამცირეს.
და 10 წლით იზოლაცია მიუსაჯეს. ამ დროისთვის უკვე 8 წელი ჰქონდა გადახდილი, ამიტომ კიდევ 2 წელი ჰქონდა დარჩენილი. 2009 წელს 16 წლიანი პატიმრობის შემდეგ, აქედან 10 წელი იზოლაციაში, რეჯი გაათავისუფლეს. 2017 წელს ლოს-ანჯელესმა მას $5.2 მილიონი კომპენსაციის სახით გადაუხადა. ისინი იყვნენ 10,000-ობით შეიარაღებული წევრებისა და მინდვრების ლიდერები, რომლებიც ყველანაირი იარაღით იყვნენ გაღვწურებულნი. ამიტომ ციხეზე მოულოდნელი თავდასხმა ყოველთვის მოსალოდნელი იყო. ამის გამო ციხის კედლები ორმაგად იყო გამიგრებული მძიმე ბეტონით, რომელიც ყველაზე მტკიცე ფოლადით იყო გამხარებული. გარშემო სადარაჯო კოშკები, მძიმედ შეიარაღებული მცველები და საგუშაგოები იყო ციხის მიმავალ გზებზე. ციხე უფრო სამხედრო ბაზას გავდა. ეს იყო ციხე, სადაც ელ ჩაპო იყო დაბატიმრებული. მექსიკის ისტორიაში და მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საშიში ნარკობარონი. იგი იყო სინალოას, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საშიში ნარკოკარტელის ლიდერი. კარტელს სახელი დაარქვეს სინალოას შტატის მიხედვით, საიდანაც ისინი მოდიოდნენ. ელ ჩაპოს დიდი ხნის განმავლობაში ეძებდნენ და საბოლოოდ 1993 წელს დააკავეს მექსიკის ხელისუფლების მიერ ხანგრძლივი და ინტენსიური დევნის შემდეგ. თუმცა მისი დაბატიმრება არ ნიშნავდა იმას, რომ მან თავისი იმპერიის მართვა შეწყვიტა. იგი ციხის შიგნიდანაც აგრძელებდა ყველაფრის კონტროლს. მან ეს შეძლო ქრთამების მეშვეობით. ციხის თითქმის ყველა ოფიცერი და მცველი მოისყიდა მილიონობით ღირებულების ქრთამით, რის შედეგადაც კომფორტულად ცხოვრება მიიღო. ციხეში ის თითქმის ისეთივე ცხოვრებას ეწეოდა, როგორც თავისუფლებაში. მას წვდომა ჰქონდა ალკოჰოლზე, ქალებზე, ნებისმიერ საკვებზე, რაც კი სურდა. მის რცოლსაც და საყვარლებსაც კი აძლევდნენ უფლებას მის მოსანახულებლად მისულიყვნენ და მასთან ერთად დღეების განმავლობაში დარჩენილიყვნენ. გარდა ამისა, მას ჰქონდა ტელეფონიც, რათა თავისი კარტელის მართვა ციხიდან გაეგრძელებინა. ადამიანი, რომელმაც ელ ჩაპოს ციხეში ცხოვრება ყველაზე მეტად გაუმარტება, იყო დამასო ლობესი. დამასო იყო პუენტე გრანდეს ციხის უსაფრთხოების უფროსის მოადგილე. ელ ჩაპო მესკაც იმდენად მოისყიდა, რომ საბოლოოდ მისი მარჯვენა ხელი გახდა. მან მისცა სახლი, მანქანა, ძვირფასი საჩუქრები და უზარმაზარი ხელფასი. ამან მათი ურთიერთობა კიდევ უფრო გაამყარა და ისინი მეგობრებიც გახდნენ. შედეგად დამასო გახდა მთავარი მიზეზი, რის გამოც ელ ჩაპო ციხეში სრული კომფორტით ცხოვრობდა. სიტუაცია იმდენად მის სასარგებლოდ იყო, რომ მას თითქმის ყველაფერს გაკეთება შეძლო, რაც მოესურვებოდა. დაბატიმრების პერიოდში ელ ჩაპომ არამხოლოდ შეძლო თავისი კარტელის მართვა, არამედ ციხიდანვე განავითარა ნარკოტიკების გადატანის ახალი მეთოდი. ეს იდეა მთლიანად მისი შექმნილი არ იყო, თუმცა მან და მისმა კარტელმა ეს სისტემა სრულიად ახალ დონეზე აიყვანა. საუბარია მიწისქვეშა გვირაბებით ნარკოტიკების გადატანაზე. ელ ჩაპომ დაიქიროვა ინჟინერები, არქიტექტორები და სპეციალისტები, რომლებიც პროფესიონალურ დონეზე თხრიდნენ გვირაბებს. ამ გვირაბების მთავარი მიმართულება ამერიკის შეერთებული შტატები. მათთვის ყველაზე მომგებიანი ბაზარი იყო. ელ ჩაპოსა და სინალოას კარტელს აღარ სჭირდებოდა ნარკოტიკების გადატანა ჰაერით, ზღვით ან ხმელეთით. ისინი მიწისქვეშა გვირაბების საშუალებით ახორციელებდნენ კონტრაბანდის გადატანას, რამაც მასშტაბი წარმოუდგენლად გაზრდა. მათი შემოსავალი დაახლოებით თვეში $20 მილიონ აღწევდა. წარმოადგენაც კი რთულია, მაგრამ ელ ჩაპოს იმპერიამ უფრო მეტად გაფართოვდა მაშინ, როცა ის ციხეში იყო, ვიდრე იმ პერიოდში, როცა თავისუფლებაში იმყოფებოდა. მექსიკა ააპირებდა ელ ჩაპოსა და ნარკოკარტელების ლიდერების გადაცემას ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა ამას მუდმივად ითხოვდა. ამის მიზეზი ის იყო, რომ ნარკოტიკების უდიდესი ნაწილი სწორედ ამერიკაში ხდებოდა, ამიტომაც ისინი ხშირად მოითხოვდნენ ელ ჩაპოს და სხვა მსგავსი დამნაშავეების გადაცემას. ამერიკული ციხეები ბევრად უფრო მკაცრად არის დაცული, ვიდრე მექსიკური. გარდა ამისა, იქ ისინი ძალიან შორს იქნებოდნენ თავიანთი კარტელებისგან და იმ ოფიცრებისგან, რომლებსაც ქრთამით აკონტროლებდნენ. შედეგად ისინი ვეღარ შეძლებდნენ თავიანთი კრიმინალური ორგანიზაციების მართვას. თუმცა მექსიკის ხელისუფლება ასეთ მოთხოვნებს უარყოფდა და აცხადებდა, რომ საკუთარი დამნაშავეების კონტროლი თავადაც შეეძლო. ეს ყველაფერი ელ ჩაპოს ამშვიდებდა, რადგან ხედავდა, რომ პუენტე გრანდეს ციხეში თითქმის ყველაფრის გაკეთება შეეძლო. თავდაპირველად მას ციხიდან გაქცევაც კი არ ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა 2001 წელს მექსიკის უზენაესმა სასამართლომ წამოყენა ახალი კანონის წინადადება, რომელიც საშუალებას მისცემდა გარკვეული მექსიკელი დამნაშავეების ამერიკისთვის გადაცემას.
როდესაც ელ ჩაპომ პირველად გაიგო ამ ახალი კანონის შესახებ, მან თავის საფრთხეში იქცნა. სწორედ ამიტომ დაუყოვნებლივ დაიწყო გაქცევის გეგმის შედგენა, რომელიც რაც შეიძლება სწრაფად უნდა განხორციელებულიყო. რამდენიმე კვირაში ელ ჩაპომ უკვე ჩამოაყალიბა ძალიან დეტალობი და მტკიცე გეგმა და მისი განხორციელებას დაიწყო. მან იცოდა, რომ ამ გეგმაში ძალიან ცოტა ადამიანი უნდა ყოფილიყო ჩართული, ამიტომ უზარმაზარი გრცა მისცა თავის თანაშემწე დამასოს და პირდაპირ უთხრა, რომ ციხიდან გაქცევა სურდა. დამასო უპასუხა და დაარწმუნა, რომ დაეხმარებოდა. ელ ჩაპო და მისი მეგობარი დამასო შეთანხმდნენ, რომ 2011 წლის 19 იანვარს, იმ დღეს, როდესაც ელ ჩაპო გაქცევას გეგმავდა, ცვლილების რაოდენობა უნდა შემცირებულიყო. რა თქმა უნდა, დამასო მთელ ციხეში არ შეამცირებდა მცველებს, არამედ მხოლოდ იმ სექტორში, სადაც ელ ჩაპო იმყოფებოდა. ელ ჩაპომ ასევე მოისყიდა ციხის ერთ-ერთი თანამშრომელი სახელად ჩიტო. ეს ადამიანი მუშაობდა სამრეცხაოში. მისი მთავარი მოვალეობა იყო პატიმრების ბინძური ტანსაცმელი შეგროვება და სპეციალურ ურიკაში ჩაწყობა, რომელიც შემდეგ მიჰქონდა ციხის გარეთ, სადაც სამრეცხაოს ფურგონი ელოდებოდა. ჩიტო საუკეთესო არჩევანი იყო ელ ჩაპოსთვის, რადგან ის უბრალო მუშა იყო, რომელიც ყურადღებას არ იკვრობდა. ის უბრალოდ ყოველდღიურ საქმეს აკეთებდა და მცველების დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ. 2011 წლის 19 იანვარი დადგა გაქცევის დღე. ჩიტომ ელ ჩაპოს საგანი გააღო, დაეხმარა სამრეცხაოს დიდ ურიკაში ჩაჯდომაში, ტანსაცმელი დააფარა და ურიკა გააგორა. მცველების შემცირებული რაოდენობის გამო ყველაფერი საკმაოდ მშვიდად მოხერხდა. ერთ მომენტში, როცა ჩიტო ურიკას მიაგორებდა, ერთ-ერთ კარიბჭესთან მივიდა, სადაც მცველი იდგა. ჩიტომ ურიკა გააჩერა და მცველს კარის გაღება სთხოვა, მაგრამ ელ ჩაპოს სიმძიმის გამო ურიკა უკან დაგორდა. სწორედ მაშინ ჩიტო სწრაფად მივარდა. ურიკა დაიჭირა და კედელთან შეჯახებამდე გააჩერა. შემდეგ მან გზა ჩვეულებრივ გააგრძელა და ციხის პარკინგამდე მივიდა, სადაც მანქანა ელოდებოდა. ელ ჩაპო სწრაფად ჩარჯდა საბარგულში და ისინი ციხიდან გავიდნენ. მანქანას ერთ-ერთი მოსყიდული მცველი მართავდა. ამიტომ გასასვლელ კარიბჭეზე არც გაუჩერებიათ და არც მანქანა შემოწმებიათ. პირდაპირ გაუშვეს ისინი. მიუხედავად იმისა, რომ გაქცევა მალე გახმაურდა, დევნა დაგვიანებული იყო. ადგილობრივი პოლიციის უმეტესობა ელ ჩაპოს გავლენის ქვეშ იყო, ამიტომ მათ დაუყოვნებლივ არ იმოქმედეს და ეს მას საშუალებას აძლევდა ციხიდან საკმაოდ შორს წასულიყო. მოგვიანებით ფედერალურმა პოლიციამ მიიღო ინფორმაცია გაქცევის შესახებ. ეს ძალა ბევრად უფრო რთულად მოსასყიდი იყო, ამიტომ მათ დევნა დაიწყეს. ამ დროს ელ ჩაპოს ხალხი ციხესთან ახლოს ელოდებოდა. როცა მათთან მივიდა, მანქანა გამოცვალეს და ჯავშან მანქანაში გადაიყვანეს. შემდეგ სხვა ადგილზე წაიყვანეს, სადაც ერთ ფრენი ელოდებოდა. ერთ ფრენით კიდევ სხვა ადგილზე გადაიყვანეს ის, სადაც კიდევ ერთი ჯავშან მანქანა იყო მზად. მთლიანობაში 4 სხვადასხვა ადგილას გადაიყვანეს, რათა მისი კვალის დადგენა შეუძლებელი ყოფილიყო. ბოლო მანქანა უკვე მეხიკოში გადაადგილდებოდა. გზაში ელ ჩაპომ მანქანიდან გაიხედა და დაინახა, რომ პოლიციის მანქანები და მოტოციკლები გარშემო ეხვია. ძალიან ანალიზებდა და მძღოლს კითხა, თუ როგორ შეძლეს მისი ადგილმდებარეობის პოვნა. მძღოლმა დაამშვიდა და უთხრა, რომ საშიში არაფერი იყო, რადგან ეს პოლიცია სინამდვილეში მის დასაცავად იყო. ელ ჩაპომ შვებით ამოისუნთქა. კორუმპირებული პოლიციელები მას გარს ეხვიდნენ, რათა ნამდვილი პოლიცია ვერ მისვდომოდა. ვერავინ იფიქრებდა, რომ ელ ჩაპოს ასეთი დიდი ესკორტი დაეცავდა. ბოლოს ისინი კარტელის ერთ-ერთ საიდუმლო სახლში მივიდნენ. 2011 წლის გაქცევამ ელ ჩაპო ნამდვილი ლეგენდა დააქცია. ბევრმა დაიწყო ფიქრი, რომ ის კანონს ზემოთ იდგა და მისი დაჭირა შეუძლებელიც იყო. მიუხედავად იმისა, რომ მექსიკის ხელისუფლებამ დიდი რესურსები დახარჯა მის ძებნაზე, მისი პოვნა ვერ შეძლეს. ელ ჩაპო თავისუფალი დარჩა 14 წლის განმავლობაში. ამ წლებში ის მუდმივად გადაადგილდებოდა საიდუმლო თავშესაფრებს შორის, რომლებიც ხშირად მთიან და იზოლირებულ ადგილებში მდებარეობდა. პერიოდში მისი იმპერია უზარმაზარი გახდა. ყოველწლიურად ის ამერიკაში მილიონობით დოლარის ღირებულების კოკაინს აგზავნიდა. სინალოას კარტელი იმდენად გაფართოვდა, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი ნარკოკარტელი გახდა. მასშტაბით მან გადააჭრება იმ კარტელსაც კი, რომელიც ოდესღაც პაბლო ესკობარს ეკუთვნოდა. ასეთი ძალა და გავლენა ძალადობის გარეშე ვერ იარსებებდა, განსაკუთრებით მექსიკის ჩრდილოეთ ქალაქებში, იმ ადგილებში, რომლებიც ამერიკის საზღვართან მდებარეობს და ნარკოტრაფიკის მთავარი მარშრუტებია. ეს ქალაქები ფაქტობრივად საომარ ზონებად იქცა. ელ ჩაპოს კარტელმა სხვა დაჯგუფებები ერთმანეთის მიღწევებით განადგურა და ჩრდილოეთ რეგიონებზე სრული კონტროლი მოიპოვა.
საბოლოოდ ის გახდა ნარკოტრაფიკის მთავარი და თითქმის ერთადერთი მაკონტროლებელი მექსიკიდან ამერიკის მიმართულებით. ამერიკისა და მექსიკის ხელისუფლებას მისი დაჭერა ნებისმიერ ფასად სურდა და ამისთვის ყველაზე ძლიერი რესურსებიც გამოიყენეს. 2014 წელს, გაქცევიდან 14 წლის შემდეგ, მექსიკის დასვირვამ ამერიკელ პარტნიორებთან ერთად ახალი სტრატეგია შეიმუშავა. ისინი აღარებდნენ პირდაპირ ელ ჩაპოს. მას დაიწყეს მის გარშემო მყოფი ადამიანების თვალთვალი, შვილების, ცოლების და ახლო თანამოაზრეების. ამ სტრატეგიამ შედეგი გამოიღო. მათ მიაკვლიეს ელ ჩაპოს ტექნიკურ ასისტენტს, ახალგაზრდა კოლუმბიელს, რომელიც 20 წლამდე ასაკის იყო. დაზვერვამ შეძლო მისი გადაბირება და მისი დახმარებით კარტელის დაშიფრული კომუნიკაციის ქსელი გადახეს. ამის შემდეგ მათ გაიგეს ელ ჩაპოს მდებარეობა. ის სინალუაში, ერთ-ერთ საიდუმლო სახლში იმყოფებოდა. 2014 წლის 17 თებერვალს მექსიკის სპეციალურმა ძალებმა DEA-ის აგენტებთან ერთად ეს სახლი ალყაში მოაქციეს და შტურმით აიღეს. სახლის მთავარი კარი ჩვეულებრივი არ იყო. მის უკან კიდევ ერთი მძიმე ფოლადის კარი იმალებოდა. სპეცრაზმი ამ კარს გამუდმებით ურტყამდა, რომ გაეტეხა. ამ დროს ელ ჩაპოს ეძინა. მოულოდნელად მისი თანაშემწე ოთახში შევარდა და ყვირილით უთხრა, რომ მექსიკის არმია კართან იყო. ელ ჩაპო საწოლიდან წამოხდა, რადგან უკვე ისმოდა ფოლადის კარზე ძლიერი ბრახუნე. გარეთ მყოფმა სპეცრაზმმა ფანჯრიდან მოძრაობა შენიშნა და კარზე დარტყმები კიდევ უფრო გააძლიერა. სახლის ფანჯრებიც გამაგრებული იყო და საკმაოდ პატარა, ამიტომ შიგნით შეღწევა რთული იყო. საბოლოოდ მთელი ძალა კარზე მიმართეს. ბოლოს კარი გატეხეს, სახლში იარაღით შევარდნენ და შიგნით მყოფებს ჩაბარება უბრძანეს. მაგრამ შიგნით არავინ იყო. მათ ყველა ოთახი და კუთხე გაჩხრიგეს, თუმცა სახლი ცარიელი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ ფანჯრიდან ადამიანების მოძრაობას ხედავდნენ, ელ ჩაპო გაქრა. როდესაც თანაშემწემ გააფრთხილა, ელ ჩაპო საწოლიდან წამოდგა და მაშინე აბაზანაში შევიდა გაქცევისთვის. მისი კარტელი უკვე დიდი გამოცდილების მქონე იყო გვირაბების თხრაში. ისინი გვირაბებს არა მხოლოდ ნარკოტიკების გასატანად, არამედ გაქცევისთვისაც იყენებდნენ. თითქმის ყველა საიდუმლო სახლს მიწისქვეშა გვირაბი ჰქონდა იმ შემთხვევისთვის, თუ პოლიცია სახლს ალყაში მოაქცევდა. ელ ჩაპომ გაქცევა მოახერხა აბაზანის ქვეშ გათხრილი გვირაბის საშუალებით. გვირაბის შესასვლელი ძალიან ჭკვიანურად იყო დამალული. მის გასახნელად საჭირო იყო პატარა კენძის თავის მოთავსება აბაზანის სარკის უკან მდებარე პატარა ხრელში. ეს ელექტრულ მექანიზმს ააქტიურებდა, რომელიც აბაზანას აფიქსირებდა. შემდეგ აბაზანა ხელით უნდა ეწიათ ჰიდრავლიკური მექანიზმის დახმარებით. გვირაბში შესვლის შემდეგ ელ ჩაპომ აბაზანა ისევ დახურა. ამიტომ სპეცრაზმს გარკვეული დრო დასჭირდა საიდუმლო შესასვლელის პოვნაში. ელ ჩაპომ გვირაბით გაქცევა მოახერხა თავის ცოლთან, ასისტენტთან და შეფრმზარეულთან ერთად. როცა სპეცრაზმმა გვირაბის არსებობა აღმოაჩინა, ისინი უკვე შორს იყვნენ. გაქცევის შემდეგ ელ ჩაპომ გადაწყვიტა ისეთ ადგილას წასვლა, სადაც მას არავინ მოძებნიდა. ნაცვლად იმისა, რომ მთებში მდებარე საიდუმლო თავშესაფარში დამალულიყო, წავიდა ტურისტულ ქალაქში, მაზატლანში. მაგრამ მან არ იცოდა, რომ მისი საკომუნიკაციო ქსელი უკვე გატეხილი იყო. 5 დღის შემდეგ, 2014 წლის 22 თებერვალს, მექსიკის ხელისუფლებამ ამერიკულ სააგენტოებთან ერთად მისი მდებარეობა დაადგინა ქალაქის ერთ-ერთ სასტუმროში, მირამარში. აქ მას ალყაში მოარტყეს და ოთახში მშვიდად დააკავეს. მას არც დასვაყავდა და არც ელოდა, რომ ასე მარტივად იბავნიდნენ. მეორე დაპატიმრების შემდეგ ელ ჩაპო გადაიყვანეს ალტიპლანოს ციხეში, მექსიკის ერთ-ერთ ყველაზე მკაცრად დაცულ ციხეში. მისი პირველი დაპატიმრების დროს 1993 წელს ეს ციხე ჯერ ახალი აშენებული იყო და ისეთი გამაგრებული არ იყო, როგორც 2014 წელს. ეს ციხეც უდაოდ სამხედრო ბაზას ჰგავდა. გარე კედლებს მრავალი სადარაჯო კოშკი იცავდა. თითოეულში კი 3 ან 4 მძიმედ შეიარაღებული მცველი იდგა. ღობეები ორმაგი და ზოგადღილას 3 მაგიც კი იყო. სუბმნოკეთში ბეტონის კედლები დაახლოებით 1 მეტრის სისქის იყო. გარდა ამისა, ციხის ირგვლივ თხრილებიც არსებობდა. ეს ყველაფერი საჭირო იყო, რადგან იქ მყოფი კრიმინალები საკუთარ შეიარაღებულ ჯგუფებს ხელმძღვანელობდნენ და ყოველთვის არსებობდა გარედან თავდასხმის საფრთხე. ციხეში ჩავშან მანქანებიც კი ყავდათ. მთელი ტერიტორია ფრენისთვის აკრძალულ ზონად ითვლებოდა და არსებობს ინფორმაცია, რომ საჰაერო თავდასხმის შემთხვევაში მათ ანტისაჰაერო იარაღიც ჰქონდათ.
ციხის მთელ ტერიტორიაზე მობილური კავშირიც დაბლოკილი იყო, ამიტომ ტელეფონები არ მუშაობდა. გარდა ამისა, მცველებს ძალიან გაცრად არჩევდნენ, რათა ქრთამის შესაძლებლობა მინიმუმამდე დაეყვანათ. მიუხედავად იმისა, რომ იქ მექსიკის ყველაზე საშიში კრიმინალები იხდიდნენ სასჯელს, გაქცევა ვერავინ შეძლო ელ ჩაპოს მოსვლამდე. როგორც კი ელ ჩაპო ციხეში შევიდა, გაქცევის გეგმაზე ფიქრი დაიწყო, რადგან ეშინოდა, რომ ნებისმიერ დროს შეიძლებოდა ამერიკისთვის გადაეცათ მისი თავი. მობილური კავშირის არ ქონის გამო, მას გარესამყაროსთან მხოლოდ ვიზიტორების მეშვეობით შეძლო კავშირი. რეალურად მას ორი ადამიანი სტუმრობდა, მისი ადვოკატი ოსკარ ლოპესი და მისი მესამე ცოლი, ემა კორონელი, რომელიც მასზე 2007 წელს დაქორწინდა და მასზე 12 წლით უმცროსი იყო. ელ ჩაპო ცოლის მეშვეობით გზავნიდა შეტყობინებებს თავის შვილებთან და კარტელის წევრებთან. მას ჰყავდა 4 შვილი და ისინი კარტელში მაღალი პოზიციების მქონე ლიდერები იყვნენ, მაგრამ მამის დაბადების შემდეგ მათგან არც ერთმა არ აიღო სრული კონტროლი. ელ ჩაპოს კიდევ ერთი ადამიანი ჰყავდა, რომელიც ოჯახის წევრი არ იყო, მაგრამ მას საკუთარ მარჯვენა ხელად თვლიდა. დამასო ლოპესი. სწორედ ეს იყო პუენ დე გრანდეს ციხის უსაფრთხოების ყოფილი მოადგილე, რომელმაც ელ ჩაპოს პირველი პატიმრობის დროს თითქმის სრული თავისუფლება მისცა. 2011 წლის გაქცევის შემდეგ დამასო თანამზრახველად ჩათვალეს და სამსახურიდან გაათავისუფლეს. სამსახურის დაკარგვის შემდეგ ელ ჩაპომ მას შესთავაზა კარტელში გაწევრიანება. წლების განმავლობაში დამასო თანდათან დაწინაურდა და საბოლოოდ ელ ჩაპოს მარჯვენა ხელი გახდა. ელ ჩაპოს მეორე დაბადების შემდეგ სწორედ ის გახდა კარტელის მთავარი ლიდერი. ამიტომ ელ ჩაპომ ცოლის მეშვეობით დაიწყო კოორდინაცია დამასოსთან და თავის შვილებთან, რათა რაც შეიძლება მალე გაითავისუფლებინათ ციხიდან, სანამ ამერიკაში გადაიყვანდნენ. დამასო და ელ ჩაპოს შვილები მალე შეუდგნენ გაქცევის გეგმის შედგენას. დამასოს დიდი უპირატესობა ჰქონდა. ის წარსულში ერთ-ერთი ყველაზე დაცული ციხის უსაფრთხოების ოფიცერი იყო და კარგად იცოდა, როგორ მუშაობდა ასეთი სისტემები. ამ დროს ელ ჩაპო ციხეში დროის დიდ ნაწილს საკანში ატარებდა და გეგმას დეტალურად ამუშავებდა. ელ ჩაპო თითქმის მთელი დრო საკანში იყო. დღეში მხოლოდ 1 საათი დაძლევდნენ გარეთ გასვლის უფლებას. მას ფეხზე მუდმივად ჰქონდა GPS ტრეკერი. საკანი კი 24 საათიანი კამერების კონტროლის ქვეშ იყო. საშხაპი პატარა კედლის უკან იყო მოთავსებული, რათა მინიმალური პირადი სივრცე ჰქონოდა. ელ ჩაპო ხვდებოდა, რომ ასეთი ციხიდან გაქცევა თითქმის შეუძლებელი იყო, მაგრამ მაინც გეგმავდა ამას ნებისმიერ ფასად. მისი კარტელი გვირაბების 9-ში პროფესიონალი იყო, ამიტომ გეგმაში ისევ გვირაბი შედიოდა. განსხვავება ის იყო, რომ 9 ციხის შიგნიდან კი არა, გარედან უნდა დაწყებულიყო. პირველი ნაბიჯი იყო მიწის ნაკვეთის პოვნა. ციხესთან ახლოს, სადაც გვირაბის გათხრა შეიძლებოდა ისე, რომ ყურადღება არ მიაქციათ. პრობლემა ის იყო, რომ ალტიპლანოს ციხე იზოლირებულ ადგილზე მდებარეობდა და გარშემო მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო მიწები იყო. დიდი ძიების შემდეგ ელ ჩაპოს ხალხმა ციხიდან დაახლოებით კილომეტრ-ნახევარში წერილი შენობა იპოვა, რომელიც დაუმთავრებელ მშენებლობას ჰგავდა. მათ ეს მიწა სხვა ადამიანების სახელზე შეიძინეს და იქიდან დაიწყეს გვირაბის გათხრა. მაგრამ კიდევ ერთი პრობლემა არსებობდა, როგორ უნდა ცოდნათ ზუსტად სად იყო ელ ჩაპოს საკანი. საკანი მკაცრად კონტროლდებოდა და გვირაბი ზუსტად ერთ პატარა ადგილზე უნდა ამოსულიყო, შხაპის ნაწილში, რომელიც კამერების ხედვის არეალს ცდებოდა. ამ პრობლემის გადასაჭრელად ელ ჩაპომ იდეა მოიფიქრა. მას ფეხზე GPS ტრეკერი ჰქონდა და გადაწყვიტა მსგავსი მოწყობილობა შხაპის ადგილზე დაემალა, რათა მისი ხალხისთვის ზუსტი კოორდინატები მიეცა. პრობლემა იყო მოწყობილობის ციხეში შეტანა. ალტიპლანო მექსიკის ყველაზე დაცული ციხე იყო და ნებისმიერი ნივთის შეტანა თითქმის შეუძლებელი იყო. ამიტომ ელ ჩაპომ ცოლს თხოვა პატარა GPS-ი საათში დაემალა. ასე ის ჩვეულებრივ საათს გავდა და შემოწმებაც მარტივად გაიარა. საათის დახმარებით ელ ჩაპოს ხალხმა ზუსტად დაადგინა გვირაბის საბოლოო წერტილი. გვირაბის გათხრა უკვე დაწყებული იყო, მაგრამ ახლა მათ ზუსტად იცოდნენ მიმართულება. ეს უბრალო გვირაბი არ იყო. ის პროფესიონალურად აშენებული ინჟინერული პროექტი იყო. დაახლოებით 10 მეტრის სიღრმეზე ჩადიოდა და შიგნით უამრავი ხის საყრდენი ჰქონდა. მასზე დაახლოებით 10-12 ადამიანი შეუჩერებლად მუშაობდა. გვირაბში დაამონტაჟეს ვენტილაციის მილები, განათება და ელექტროგენერატორი.
გარედან ყველაფერი ისე იყო შენიღბული, თითქოს ჩვეულებრივი შენობა ყოფილიყო და ეჭვიარავის გაშენოდა. ოპერაცია უზარმაზარი მასშტაბის იყო. ათასობით მეტრი, მილი, ასობით ნათურა და ტონობით მიწა უნდა ამოეღოთ ისე, რომ არავის შემჩნია. გვირაბში პატარა რელსებიც კი გააკეთეს, რომლებზეც სპეციალური მოტოციკლის ძრავით მომუშავე ვაგონი მოძრაობდა. ამით მიწას ეზიდებოდნენ და საბოლოოდ ელ ჩაპოს გადაყვანაშიც უნდა დახმარებოდათ. ამ დროის განმავლობაში ელ ჩაპო ძალიან ნერვიულობდა, რადგან ეშინოდა, რომ მის თავს ამერიკას გადასცემდნენ. ხშირად უგზავნიდა წერილებს თავის ხალხს და იკითხებოდა, რატომ ჭიანურდებოდა საქმე. ისინი პასუხობდნენ, რომ ასეთი ოპერაცია დიდ დროსა და სიზუსტეს საჭიროებდა. 2015 წლის ივნისში მას საბოლოოდ აცნობეს, რომ გვირაბი თითქმის მზად იყო. ელ ჩაპომ გაქცევის დღე 2015 წლის 14 ივლისი აირჩია. ამერიკის დამოუკიდებლობის დღე, რადგან ეს ამერიკისთვის სიმბოლური დღის შეურაცხყოფად მიაჩნდა. თუმცა გვირაბი ბოლომდე მზად არ იყო და ოპერაცია ერთი კვირით გადადეს. საბოლოოდ 2014 წლის 11 ივლისი გახდა გაქცევის დღე. იმ საღამოს ელ ჩაპო თავის საგანში პატარა ტაბლეტზე კომედიურ სერიალს უყურებდა და ხმა მაღლა ჰქონდა აზაული, რათა დაიფარა ხმაური. ღამის დაახლოებით 8 საათსა და 10 წუთზე ელ ჩაპო საწოლიდან წამოდგა. ფეხასმელი ჩაიცვა და საშხაპის იმ პატარა ნაწილში შევიდა, რომელიც კამერებზე არ ჩანდა. ელ ჩაპო საშხაპის ქვეშ არსებული კიბით მიწისქვეშა გვირაბში ჩავიდა. იქ მას ცოლისმა დახვდა, რომელმაც სპეციალურ ურიკაზე მიუთითა. ელ ჩაპო მასზე დაჯდა და გვირაბში სწრაფად გადაადგილება დაიწყო. გვირაბის ბოლოს ის აგურის შენობაში ამოვიდა, სადაც კვადროციკლი ელოდებოდა. ერთ-ერთ თანამძრახელთან ერთად იქიდან სწრაფად წავიდა. ციხის მცველებმა გაქცევა დაახლოებით 40 წუთის შემდეგ შენიშნეს. კამერებზე დაინახეს, რომ ელ ჩაპო საგანში აღარ იყო. როცა შხაპის ადგილი შეამოწმეს, გვირაბის შესასვლელი აღმოაჩინეს. მაშინ განგაში გამოცხადდა, მაგრამ უგვიანი იყო. ელ ჩაპო შორს იყო წასული. შემდეგ ის დიდ სატვირთო მანქანამდე მივიდა. მის საწმასში შევიდა და კარი მჭიდროდ დახურეს. სატვირთო დაახლოებით 2 საათი მოძრაობდა, სანამ ქალაქ სან-ხუანამდე მივიდოდა. იქიდან ელ ჩაპო კერძო თვითმფრინავით გაფრინდა. პილოტი მისი ერთ-ერთი ყველაზე სანდო ადამიანი იყო. ამჯერად ყველაფერი წინასწარ იყო გათვლილი. 2 თვითმფრინავი გამოიყენეს. ერთი ელ ჩაპოს წაიყვან და მეორე კი შეცდომაში შეიყვან და შესაძლო მდევრებს. ელ ჩაპო სინალოას მთებში მდებარე ერთ-ერთ ყველაზე დაცულ თავშესაფარში წავიდა, რომელსაც მისი ხალხი ცას ეძახდა. ეს ადგილი მისი ყველაზე უსაფრთხო ბაზა იყო. ამ აქციამ მექსიკის ხელისუფლებამ ძალიან უხერხო მდგომარეობაში ჩააგდო, რადგან 1 წლის წინ მისი დაჯერა დიდ გამარჯვებად გამოაცხადეს. თუ ელ ჩაპო მთებში დამალული იყო, მისი პოვნა ძალიან რთული იქნებოდა. მაგრამ ის ხშირად გადაადგილდებოდა ქალაქებს შორის, ხვდებოდა კარტელის წევრებს და პირადად აძლევდა მითითებებს. ეს მის ლიდერობას ინარჩუნებდა, მაგრამ ასევე ზრდიდა მისი აღმოჩენის რისკსაც. ამ საქმეში მექსიკას ამერიკის ხელისუფლებაც აქტიურად ეხმარებოდა და მათ თანამედროვე ტექნოლოგიებითაც ამარაგებდნენ. მექსიკის დაზვერვამ საბოლოოდ მიაგულია სახლს ქალაქ ლოს მოჩისში, სინალას ჩრდილოეთში. დაკვირვებისას მათ შენიშნეს კარტელის წევრების მოძრაობა და სატელეფონო საუბრების მოსმენით გაიგეს, რომ ისინი ერთ ადამიანს ბებიას ეძახდნენ, მაგალითად ამობდნენ ბებია მოდის მოემზადეთ. დაზვერვამ ივარაუდა, რომ ეს მეტსახელი შესაძლოა ელ ჩაპოს ნიშნავდა. მალე სამი მანქანისგან შემდგარი კოლონა მივიდა სახლთან, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებდა, რომ იქ მნიშვნელოვანი პირი იმყოფებოდა. მანქანები პირდაპირ ავტოფარეხში შევიდა, ამიტომ აგენტებმა ვერ დაინახეს, ვინ იყო შიგნით. თუმცა სატელეფონო საუბრების მოსმენით და დაკვირვებით ისინი თითქმის დარწმუნდნენ, რომ ელ ჩაპო სწორედ აქ იყო. საბოლოოდ ერთ-ერთ საუბარში მისი მსგავსი ხმა გაიგეს. 2016 წლის 8 იანვარს გაქცევიდან დაახლოებით 6 თვის შემდეგ მექსიკის სპეცრაზმა სახლი ალყაში მოაქცია. გეის აგენტების დახმარებით მათ შტურმი დაიწყეს. სახლში მძაფრი შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყო ელ ჩაპოს ხალხსა და სპეცრაზმს შორის. დაღუპულები მხოლოდ კარტელის წევრები იყვნენ, ხოლო სპეცრაზმის რამდენიმე წევრი დაიჭრა, თუმცა არავინ დაღუპულა, რადგან ოპერაცია ძალიან კარგად იყო დაგეგმილი. ბრძოლის დასრულების შემდეგ მათ ელ ჩაპო ვერ იპოვეს. ის კიდევ ერთხელ გაიქცა, ამჯერადაც მიწისქვეშა გვირაბით, რომელიც სარკის უკან დამალული საიდუმლო კარით იწყებოდა. ელ ჩაპო ერთ-ერთ ახლო თანამოაზრესთან ერთად გავიდა გვირაბიდან და გზაზე გამნელი მანქანა მოიპარა.
უსაფრთხოების ძალები მხოლოდ სახლს არ აკონტროლებდნენ, მთელი ტერიტორია ალყაში ჰქონდათ მოქცეული. გაქცევის ამბის მიღებისთანავე პატრულებმა ძებნა დაიწყეს. დაახლოებით 20 კილომეტრის დაშორებით ერთ-ერთ საგუშაგოზე 4 ფედერალურმა პოლიციელმა ელ ჩაპო და მისი თანმხლები დააკავა. ელ ჩაპო მაშინვე სცადა მათი მოსყიდვა, მაგრამ ამჯერად პოლიციელები კორუმპირებულები არ იყვნენ და შეთავაზება უარყვეს. ამის შემდეგ ელ ჩაპო გაბრაზდა. დაიწყო მათი შეურაცხყოფა და მუქარა, თუმცა პოლიციელებმა ყურადღება არ მიაქციეს. მათ მისი ფოტო გადაიღეს და უფროს გაუგზავნეს. უფროსმა აცნობა, რომ სპეცრაზმი გზაში იყო და გააფრთხილა, შესაძლოა ელ ჩაპოს ხალხი შეტევისთვის ემზადებოდა. პოლიციელები ელ ჩაპოსთან ერთად ახლომდებარე მოტელში გადავიდნენ და იქ დაელოდნენ დახმარებას. ცოტა ხანში მათ მანქანების დიდი კოლონის ხმა გაიგეს. ელ ჩაპომ ირონიულად უთხრა პოლიციელებს, ახლა ალბათ ნანობთ, რომ ჩემი შეთავაზება არ მიიღეთ, მაგრამ მალე მიხვდა, რომ ეს მისი ხალხი არ იყო. ეს მექსიკის არმიისა და სპეცრაზმის დიდი ძალა იყო, რომელმაც ტერიტორია მთლიანად ალყაში მოაქცია. ასე ელ ჩაპო მესამედ დააკავეს და ისევ ალტიპლანოს ციხეში გადაიყვანეს. იმავე ციხეში, საიდანაც ადრე გაიქცა. მიუხედავად მკაცრი კონტროლისა, ის მაინც ცდილობდა ახალი გაქცევის გეგმის შედგენას და თავის კარტელს შეტყობინებებს უგზავნიდა. მექსიკის ხელისუფლებამ საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ ერთ-ერთი გამოსავალი მისი ამერიკისთვის გადაცემა იყო. მექსიკაში ის უკვე რამდენჯერმე გაიქცა. 2011 წელს პუენტე გრანდეს ციხიდან, შემდეგ ერთ-ერთი სახლის ალყის დროს, აბაზანის ქვეშ არსებული გვირაბით, შემდეგ ალტიპლანოს ციხიდან და კიდევ ერთხელ საიდუმლო გვირაბით სხვა სახლიდან. თუ ის მექსიკაში დარჩებოდა, ალბათ ისე მოახერხებდა გაქცევას. 2017 წლის იანვარში ელ ჩაპო მოულოდნელად საგნიდან გამოიყვანეს, ხელბურგილები დაადეს და ვერტმფრენით გადაიყვანეს. შემდეგ სპეციალურ თვითმფრინავში ჩასვეს. მალე თვითმფრინავი ნიუ-იორკში დაშვა. დამნელმა ელ ჩაპომ ერთ-ერთ აგენტს კითხა, სად ვარ? აგენტმა უპასუხა, ნიუ-იორკში. შემდეგ დაიწყო მისი სასამართლო პროცესი ამერიკაში. პროცესი დიდხანს გაგრძელდა და მრავალი მოწმე და დეტალი გამოვლინდა. 2019 წელს ელ ჩაპოს საბოლოოდ მიუსაჯეს უვოდო პატიმრობა და ზემოდან 20 წელი დაამატეს. დღეს ის იმყოფება ADX Florence ციხეში, ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე მკაცრად დაცულ ციხეში. აქ პატიმრები თითქმის სრულ იზოლაციაში ცხოვრობენ. ელ ჩაპო დღეში 23 საათს საგანში ატარებს, ხოლო მხოლოდ 1 საათი უშვებენ გარეთ. ფრენკ მორისი, ჯონ ენგლენი და მისი ძმა კლარენსი ციხიდან გაიქცა. ერთ-ერთი დიდი შემოწმებისას ისინი პასუხს არ აბრუნებენ, ამიტომ ცველი მიდის და მათ საკნებს ამოწმებს. ხედავს, რომ სამივე საწოლში წევს. მიდის ფრენკის საკადთან და ხელკეთს თავზე სუბუქად ურდღამს. მისი თავი კი ძირს ვარდება. ამ ცურვას ცხოვრებაში ყველაზე დიდი შოკი ჰქონდა. ალბათ ეგონა, რომ კაცს თავი მოაძრო, მაგრამ სინამდვილე ის იყო, რომ სამივე პატიმარი გაქრა საგნიდან და მათ ადგილზე ადამიანის თავის ზომის საკმაოდ დამაჯერებელი ხელნაკეთი ქაღალდის თავები დატოვეს. მაშინვე ქაოსი დაიწყო. პატიმრები გაუჩინარდნენ, მაგრამ როგორ შეძლეს მათ მაქსიმალურად დაცული ციხიდან გაქცევა? აღმოჩინეს, რომ კიდევ ერთ პატიმარს, ალენ უესტს, ასევე ჰქონდა ქაღალდის მასისგან გაკეთებული ყალბი თავი. უესტი აღიარებს, რომ გაქცევის გეგმაში მონაწილეობდა, მაგრამ დროულად ვეღარ გავიდა საგნიდან. შემსუბუქებული სასჯელის სანაცვლოდ თანხმდება გამომძიებლებს ზუსტად მოუყვეს, როგორ შეძლეს მისმა თანამისაკნეებმა შეუძლებელი. საოცარი, რომ ამ სამმა კაცმა საერთოდ შეძლო ციხის კომპლექსიდან გამოსვლა. ალკატრას ქვეყნის ყველაზე დაცული ციხის რეპუტაცია ჰქონდა. ალკატრასში გვხვდება 6 საგუშაგო კოშკი და ეკლიანი მავთულხლართით შემოღობილი დაახლოებით 6 მეტრიანი ღობე და თუ როგორღაც ამას გადალახავთ, წინ გელოდება სან-ფრანცისკოს ყურის ბნელი და მღელვარე წყლები. გამოიწერე არხი. ფრენკ მორისი და ენგლენის ძმები ალკატრასში გაქცევების უკვე არსებული ხანძლივი ისტორიით მოვიდნენ. ფრენკ მორისი პროფესიონალი დამნაშავე იყო, თან ძალიან კარგი თავის საქმეში. 13 წლიდან სისტემაში შედიოდა და გამოდიოდა ძირითადად ძარცვების ბრალდებებით. იგი იმდენად წარმატებული გაქცევის ოსტატი იყო, რომ ზოგი ციხის სისტემის ჰუდინს ეძახდა, რადგან ალკატრასამდე არაერთი დაწესებულებიდან ჰქონდა წარმატებით დაღწეული თავი. ჯონი და კლარენს ენგლინები ფლორიდა ჯორჯიის რეგიონიდან იყვნენ. ისინიც პროფესიონალი დამნაშავეები იყვნენ. ოჰაიოში ბანკის სათამაშო იარაღით გადარჩეს.
მაგრამ ალკატრასში იმიტომ გადაიყვანეს, რომ ლევენვორთის ციხიდან გაქცევას ცდილობდნენ. თუმცა ალენ უესტის ჩვენების მიხედვით სწორედ უესტი იყო გეგმის მთავარი ორგანიზატორი. ასევე უესტის თქმით, პირველ რიგში საგნებიდან გამოსვლის და უკან მდებარე ტექნიკურ დერეფანში გადასვლის გზა სჭირდებოდათ. ალკატრასის საგანში ცოტა რამეა. ერთ-ერთი ნიჟარის ქვემოთ არსებული ჰაერის სავენტილაციო ღიობია. ნაგებობის დაზიანებისა და მარილიანი წყლის მიერ ბეტონზე მიღებული ზიანის გამო მათ შეძლეს კოოზებისგან ინსტრუმენტების დამზადება და უბრალოდ ბეტონის გაფხიბვა. სავენტილაციო ღიობის ირგვლივ ისინი ღამით მორიგეობით მუშაობდნენ, იცავდნენ ერთმანეთს და ცდილობდნენ თავიანთი ნამუშევარი დაემალათ. რადგან სავენტილაციო ღიობებს აბართოვებდნენ, უბრალოდ ხვრელებს ვერ დატოვებდნენ საგნების უკანა მხარეს. უესტმა თავისი საპატიმრო სამუშაო და მწვანე საღებავი მოიპარა და სხვებს აჩვენა თუ როგორ შეიძლებოდა ღიობის მოხსნისას ირგვლივ ხელახლა გადაღება. ეს დიდ მოთმინებას მოითხოვდა, რადგან მცველები საათობრივ შემოწმებებს ატარებდნენ. შემდეგ დაიწყეს ქაღალდის მასისგან სავენტილაციო პადეების დამზადება, როგორც ხვრელების საფარი. თუ საგნიდან შეხედავდით, ახლობით 3 მეტრის დაშორებით ჩვეულებრივ ნამდვილ პადეს ჰგავდა. მორისმა და ინგლინებმა პირველად გაიარეს ხვრელში და ტექნიკური დერეფნით საგნების ბლოკის თავზე ავიდნენ. მილერზე ასოცდნენ და იმ სახურავის სავენტილაციო შეისწავლეს, რომელიც უესტმა გაქცევისთვის შეარჩია, მაგრამ ამავდროულად იქ პრობლემას წააწყდნენ. სავენტილაციო ღიობი ხრახნებით იყო დამაგრებული. პატიმრებს კვირები და თვეებიც კი დასჭირდებოდათ, რომ ხრახნი დაეზიანებინათ და სახურავზე გასასვლელი გაეხსნათ. ამასობაში ყოველ ღამე მცველების შემოწმებებს აწყდებოდნენ. იმისთვის, რომ მცველები დაერწმუნებინათ თითქოს ისევ საგნებში იყვნენ, მათ საწოლებისთვის ყალბი თავები შექმნეს. ეს ყალბი თავები ყველაფრისგან მზადდებოდა, რაზეც კი ხელი მიუწვდებოდათ. ქაღალდის მასა, საპონი, ცემენტი და ასე შემდეგ. დასასრულებლად კლარენ ენგლინმა საპატიმროს საპარიკმახეროდან ადამიანის ნამდვილი თმები აიღო და ყალბ-თავებზე მიაწება. ყალბი-თავები მათ აძლევდა დროს საგნებიდან გამოსულებდნენ. ხრახნი მოეხსნათ და სახურავზე გასასვლელი გაეხსნა, მაგრამ შენობიდან გასვლამ გეგმის მხოლოდ ნახევარი იყო. მათ ნაპირზე გადასვლის გზაც უნდა მოიფიქრებინათ. გაქცეულებმა გენიალური იდეა მოიფიქრეს. საპატიმროს წვიმის მოსასხამებისგან გასაბერი ტივი და რამდენიმე სამაშველო ჟილეტი გააკეთეს. ჟურნალ პოპულარ მექანიკს რომ ათვალიერებდნენ, არა მხოლოდ გაარკვიეს, როგორ დაემზადებინათ ხელნაკეთი ნავი, არამედ წყალგამძლე წებოთ შექმნეს, რომელიც წყალში ყველაფერს შეკრავდა. მათ ხის ნაჭრებისა და ფანერებისგან მიჩვევი დამზადეს. ეს მასალებიც დიდი სირთულით ციხეში იპოვეს. ასევე მოიპარეს ხელის გარმონი და მას ჰაერის ჩასაბერი მოწყობილობის მსგავსად იყენებდნენ, რათა ეს თვითნაკეთი ტივი გაებერთ. დაახლოებით ღამის საათზე ფრენკ მორისმა, ჯონ ენგლინმა და მისმა ძმამ კლარენსმა თავიანთი თვითნაკეთი ტივი სან-ფრანცისკოს ყურის საშიშსკლებში ჩაუშვეს და მას შემდეგ ისინი აღარავის უნახავს. მეორე დილით როცა გაირკვა, რომ პატიმრები გაუჩინარდნენ, მთავარი კითხვა პატიმრებს შორის, მცველებს შორის და ბოლოს საზოგადოებაში იყო მოახერხეს თუ არა გაქცევა, ან გზაში ხომ არ დაიღუპნენ. საქმეში FBI ჩაერთო და მასშტაბური ძებნა დაიწყო. გამომძიებლების საუკეთესო წყარო ისევ ალკატრასის კუნძულზე საგანში იჯდა. ალენ უესტი უკვე იდენტიფიცირებულია როგორც მეოთხე გაქცეული. უბრალოდ ის, ვინც უნდა გაქცეულიყო, მაგრამ ვერ მოახერხა. მას აქვს ქაღალდის მასის თავი და სავენტილაციოზე დამაგრებული ყალბი საფარი, რაც ამას ადასტურებს. მას შემდეგ, რაც უესტის საგნების ბლოკიდან გასვლის გონიურულ გეგმას აღწერს, იგი ამ ხელს გაქცევის დაგეგმილ მარშრუტსაც სან-ფრანცისკოსკენ სამხრეთით დაახლოებით კილომეტრი ნახევარის ნაცვლად ისინი ჩრდილოეთით დაახლოებით 3 კილომეტრს გაივლიდნენ ანხელის კუნძულისკენ. შეიძლება ბევრისთვის უცნაურად ჩანდეს თუ რატომ უნდა წასულიყვნენ ჩრდილოეთით სხვა კუნძულზე, მაგრამ მათ ამაზე უკვე ნაბეჭდი ჰქონდათ. ხალხმრავალ ადგილას ციხის ფორმით ადვილად იცნობდნენ ან შეამჩნევდნენ. იმ დროს ანხელის კუნძულზე კი მდებარეობდა სარაკეტო ბაზა, რომელიც დახურის პროცესში იყო, რაც სამ ძებნილ კაცს გარკვეულ უპირატესობას აძლევდა. ბაზა ფუნქციას წყვეტდა და იქ იშვიათად მოძრაობდა ხალხი. შესაძლოა იქ ნავების ყოფილიყო, რომლითაც მატერიკზე გადავიდოდნენ. ამ შემთხვევაში მატერიკი სან-ფრანცისკო კი არა, მარინის ოლქი იყო, ანხელის კუნძულიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით მხოლოდ 400 მეტრში. მარინში ჩასვლის შემდეგ, ალენ უესტის თქმით, გეგმა მანქანის მოპარვა იყო. გაქცევიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ანხელის კუნძულის ირგვლივ წყლების შემოწმებისას გამომძიებლები მნიშვნელოვან მტკიცებულებას პოულობენ, რომელიც უესტის ჩვენებას ემთხვევა. ნაპოვნი იყო ჰერმეტული პაკეტი, გაკეთებული რეზინის წვიმის მოსასხამებისგან, ამიტომ წყალი შიგნით ვერ შედიოდა. და ადასტურეს, რომ ეს ენგლინების იყო. შიგნით ენგლინების ოჯახის წევრების ფოტოები და პირადი ნივთები იყო. ასევე აღმოჩინეს თვითნაკეთი ხის ნიჩაბი, ზუსტად ისეთი, როგორიც უესტმა აღწერა.
1979 წლის 31 დეკემბერს გაქცევიდან 17 წელზე მეტი ხნის შემდეგ FBI ოფიციალურად ხურავს საქმეს. საქმე გადაეცემა ამერიკის შეერთებული შტატების მარშალს იმ შემთხვევისთვის, თუ ახალი კვალი გამოჩნდება. საქმე გაჩერებული რჩება 2003 წლამდე. ამერიკის შეერთებული შტატების მარშალი მაიკლ დაიკი წყვეტს, რომ ეს ცნობილი ისტორია კიდევ ერთხელ გადაამოწმოს და ნახოს შეძლებს თუ არა რაიმე ახალის დამატებას. და დიდი ხანიც არ ჭირდება, სანამ სამთავრობო დოკუმენტებში დამაჯერებელ მტკიცებულებას აღმოაჩენს. მაიკლ დაიკი მარინის ოლქის პოლიციის არქივებში ბრუნდება და პოულობს ცნობას მოპარული მანქანის შესახებ 1955 წლის ლურჯის შევროლედი, რომელიც სწორედ იმ ხომეს იყო მოპარული, როცა კაცები გაიქცნენ. თვითმხილველმა, რომელმაც მანქანა პირველად ნახა, თქვა, რომ შიგნით 3 კაცი ეჭდა. იმ დროს ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან გაქცევა ჯერ საჯარო ცნობილი არ იყო. შემდეგ დაიკი კიდევ ერთ პოლიციის ანგარიშს პოულობს კალიფორნიის ქალაქ სტოქტონიდან, მარინის ოლქის თითქმის 160 კილომეტრის აღმოსავლეთით. მანქანის მოპარვიდან რამდენიმე საათში სტოქტონში ერთმა კაცმა განაცხადა, რომ გზიდან გადააგდო ლურჯმა შევროლეტმა, რომელსაც 3 კაცი მართავდა. მოგვიანებით, როცა იგივე ლურჯი მანქანა კვლავ დააფიქსირეს სტოქტონის სიახლოვეს, ისევ 3 ადამიანით. ამან უკვე ეჭვი გააჩინა. თუ მტკიცებულებებს დაუჯერებთ, კაცები შეძლო მართლაც გადაურჩნენ ყურის ყინულივით ცივ წყლებს და გეგმის მიხედვით ან ხელის კონტროლზე მიაღწიეს. ფრენკ მორისსა და ენგლინის ძმებს შესაძლოა მართლა გამოვიდათ. ეს ისტორია აზარტულია. წარმოიდგინე მიუდგომელი ციხე-სიმაგრე, მაქსიმალური უსაფრთხოების დაწესებულება და 3 კაცი, რომლებმაც გამოსავალი იპოვეს. მთელი ცხოვრება ციხეებს შორის ტრიალებდნენ, მაგრამ გამოიყენეს ის, რაც სულთა ჰქონდათ. გონება, მოხერხებულობა და რაც ციხეში მოიპოვებოდა. დაუპირისპირდნენ კანონს და შეძლეს გამარჯვება. მათი ცხედრები არასოდეს უპოვიათ, მათი სიკვდილის მტკიცებულებაც არა. ეს ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის ერთ-ერთი დიდი საიდუმლოა.